ახლა კი ჩემო საყვარელო მაყურებლებო, შუა დღის კიდევ ერთი სიახლე მინდა რომ გაგაცნოთ რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ძველი სახე, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, უმშვენიერესი სოფო ოხანაშვილი ყოველ პარასკევს ჩვენთან ერთად იქნება ბიზნესის და ეკონომიკის ახალი ამბებით, ტექნოლოგიური სიახლეები და რა თქმა უნდა, ყველაფერს საინტერესოს ამ თემასთან დაკავშირებით გავიგებთ ჩვენი სოფო ეკონომიკური სასწაული ჩვენგან. მოგესალმებით, მე არაეკონომიურად. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ბევრი წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ ახალ ამბებში, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოს, სოფო ყოველთვის ძალიან საინტერესო რეპორტაჟებს გთავაზობთ და მაშინ ჯერ კიდევ როდესაც ეკონომიკა ჩემთვის ნამდვილად ძალიან რთული საკითხი იყო. ჩემთვის ეხლაც რთულია, მინდა გითხრა. აი ზუსტად მაგ პლატფორმას მაგას მიეძღვნება ეს პლატფორმა და მიზანი სწორედ ის აქვს, რომ ერთი შეხედვით ძალიან რთული ეკონომიკური თემების, აი მიზანმიმართულად ვახსენე, ერთი შეხედვით და თითქოს დატვირთული ძალიან რთულად გასაგები ტერმინები უნდა განვმარტოთ, იმიტომ რომ და მივიტანოთ მთავარ აუდიტორიამდე, მთავარ ბენეფიციარებამდე, ესეც ჩვენ ვართ, თითოეული ჩვენგანი, იმიტომ რომ ეს ხიდი არის ძალიან მკვეთრი, რაც გვაკავშირებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რა გავლენას ახდენს ჩვენზე. და სწორედ აი ამის განმარტება იქნება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ გადაცემის, ამ ბლოკის, რომელთაც მე შემოგიერთდებით. პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცოთ. ცოტა შესავალი გრძელი გამოვიდა, მაგრამ მინდა რომ მოგილოცოთ ეს ეთერი, მინდა რომ მივულოცოთ ჩემს თავსაც და მთლიანად რუსთავი 2-ის გუნდსაც, რომლის თითოეული წევრი ძალიან დიდი ძალისხმევაა ჩასხმული იმ ყველაფერში, რასაც ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს. მინდა მივესალმო შუა დღის მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა უთხრა მათ, რომ გვიყურებენ, რომ ვუყვარვართ და რაც მთავარია, რომ გვენდობიან, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მედიაშია დასაქმებული, მისი წარმატება, იმ მედია პროდუქტების წარმატება, რომელშიც ჩვენ მართლა დიდ ძალისხმევას ვდებთ, არის დამოკიდებული ამ ნდობაზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საზომია ჩვენთვის. ამიტომ მე გისურვებთ და ვუსურვებ საკუთარ თავსაც და ყველა იმ პროექტს, რაც ჩვენს არხზე გავა, რომ გქონდეს ძალიან დიდი ნდობა ჩვენი მაყურებელს და ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენს წარმატებაზე. რაც შეეხება ჩემს ჩართულობას, ეს იქნება ყოველ პარასკევს. ეს იქნება ყოველ პარასკევს, 3 საათიანი კურიერის შემდეგ შემოგიერთდებით და როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მართლა ძალიან დიდი სურვილი და ჩანაფიქრი ასეთია, რომ ყველა მნიშვნელოვან თემას შევეხოთ, ლევან, როგორც ჩვენც აღნიშნე, ეს იქნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური გადაწყვეტილებები, წარმატების ისტორიები, გამოწვევები, რაც არსებობს და რაც საოცრებად პასუხები უნდა მოვძებნოთ, ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ამის გარეშე ვეღარ ვცხოვრობთ. ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენს საბოლოო ჯამში ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ბიუჯეტზე და ცხოვრების ხარისხზე. სეზონის ბოლოს დარწმუნებული ვარ, ფინანსებში გარკვეული ვიქნები. ეს იქნება ძალიან კარგი მანიშნებელი და საზომი იმის, რომ ამ პლატფორმამ გაამართლა. ერთი დილეტანტური კითხვა მინდა სოფო დაგისვა, დილეტანტური. ხედავ რა როგორ სიტყვებია. აბა დაიწყო. კარგი იყო. მე რო ვუყურებ ესეთ გადაცემებს, სულ მინდა რაღაც გასაგებ ენაზე იყოს, ხანდახან ვერ ვიგებ ისეთ ტერმინებს, რომ აი ამ ეკონომიკურ ფინანსურ ტერმინებს. თქვენ ალბათ როგორც აღნიშნეთ, ძალიან ადამიანურ ენაზე გასაგებენით მოგვიყვებით ამ ყველაფერზე ყოველ პარასკევს, ხო? აი, 3 სიტყვაში რო ვთქვა, ეკონომიკა მარტივ ენაზე იქნება. აი, ნახე რა მარტივია, სად იმალება სიმართლე, ნახე ჭეშმარიტება. და რაც მთავარია, კიდევ შეიძლება განვმეორდე, მაგრამ ის კავშირი მინდა ჩვენმა მოსახლეობამ, ჩვენმა აუდიტორიამ გაიგოს, რომ აი ძალიან რთული გადაწყვეტილებები, რომელსაც უსმენ და შეიძლება არ დაგაინტერესოს ერთი მოსმენით, საბოლოო ჯამში ამას ხო დომინოს ეფექტი აქვს და ჩვენზე შეიძლება მყისიერად არ აისახოს ჩვენ ცხოვრებაზე, მაგრამ გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში რა გავლენას მოახდენს, რომელიღაც ნაწილზე მაინც მოახდენს და ახდენს, იმიტომ რომ ეკონომიკა და ბიზნესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. აი ამ კავშირების განმარტებას დაეთმობა დიდი დრო. წარმატებული ისტორიებიც ყოველთვის ძალიან გადამდებია. გადამდები არის და ერთგვარი мотиваცია ყოველთვის. მაგალითად მიყვარს
ძალიან ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, აი ამ მიმართულებით სიუჟეტების ყურება მიყვარს, იმიტომ რომ როდესაც იგებს ხვის წარმატების ისტორიას, ერთგვარი мотиваცია არის. მით უმეტეს ამ ეპოქაში გვაქვს იმდენი საინტერესო ამბავი, ადამიანი, ისტორია, ბიზნესებს მიღმა, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყოს мотиваცია და მე ყველაზე მეტად შენი რუბრიკის ამ ნაწილს ველოდები და იმედი გვექნება. ერთი სიტყვით სულ დადებითი და კარგი ამბებით მოდით. და კიდევ ერთი კომპონენტი მინდა აღვნიშნო, რასაც დავუთმობთ ძალიან დიდ დროს, ეს არის ფინანსური განათლება. იმიტომ რომ ფინანსური განათლება ასევე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და როდესაც ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს რაიმე საჭიროება დაუდგებათ, მაგალითად ცესხის აღება უნდათ, მაგალითად უძრავი ქონების შეძენა უნდათ, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რა ინფორმაციას უნდა ფლობდნენ. თან იცვლება ეს სფერო ძალიან ხშირად, მაგალითად ახლა შეიძლება ცოტა ხანია და აი ველოდები განმარტებას და სიახლეებს ყველაზე მეტად შეგნა. მოგაწვდით განმარტებულ და მარტივ ენაზე ამ ინფორმაციას და ამ ინფორმაციას ჩვენ მივაწვდით ისე ამ ჩვენს მაყურებელს, რომ მან საბოლოო ჯამში ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს, როდესაც ამის საჭიროება ექნება. მოკლედ, გველოდება ძალიან საინტერესო და საჭირო რუბრიკა, ფინანსები, ეკონომიკა გვეხება აბსოლუტურად ყველას, ასე რომ ჩვენც გველოდებით მაყურებელთან ერთად, ბევრი გვაქვს სასწავლი, ბევრი გვაქვს მოსასმენი, ასე რომ წარმატებები სოფო.